რა კაი რამე ყოფილა ეს ევროპა. და სასვენებლად ვიყავი წასული, ჯერ იტალიაში ჩავედი. ვისი ამოდის გადახრილი როა კაცო ის კოშკი ავედი კაცო რა მაგარი. პიზა. პიზა კაცო მაგარია. მე საფრანგეთში ჩავედი, ეიფელი ვნახე, სასწაული გაგიჟდები კაცი ასეთი რამე არ მინახიათ. ბიჭო, კი მაგრამ ესპანეთში არ იყავი, გიყვარს სვანებს მაგი. მაცალე კაცო ესპანეთში ჩავედი. და მეტანი მაგარი იყო კაროჩე. შერასწრები არ მიდიხარ და სასვენებლად. ძამა მე გადავხედე ჩემ ბიუჯეტს და მივხვდი რომ საერთოდ არ დაღვლილ ვარ. კი, ნამდვილად მასია მინდა გითხრათ ქართველების უმრავლესობა არ იღლება საერთოდ. შენ მომისმინე როგორ ხედავ მაგ გასწიებული თვალით, მეორე თვალით. შეხერ. კარგი. მოგენლეთ მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, როგორც უკვე მიხვდით, ეთერშია ყველაზე სასაცილო და მხიარული გადაცემა ანეკდოტების რვეული. ჩვენ უკვე ვნახეთ მერვე ადგილი, ახლა კი მოდით ეთერი მე-7 ადგილს დაუთმოთ. დავლე უნდა შევისწროთო ქართული წყალი. ჭირიმ ცაო მაპყურე ცვარი. მოქალაქე. და რას აკეთებთ აქ? შენ ვინახარ? პატრულის ინსპექტორი ოთარ ბელთაძე. რას აკეთებთ აქ? სახმელეთო პატრული ხარ თუ საზღვაო? სახმელეთო. ეს საზღვაო საქმეში რა სერევი შეგაიგასო. მართალია ეს კაცი. რა სერევი საზღვაო საქმეში. გამოივლის პატრულის ზვიგენი და გადაიყვანს წყალქვეშ კაპეზეზე. მე-6 ადგილის ჯერი დადგა. მამო, მიშველე რაღაცა ეს ორი დღიანი თავის ტკივილები მაგ გაპოპაზე მაგ თავი მიშველე რაღაცა. მონათრული თუ ხარ? მამო კი. დილას საღამოს ლოცულობ? კი. მარხულო? აბა. ცოლს ხوار ღალატო. არა, მაგისთანა თქვა ამდენ. აღსარებას თუ აბარებ რეგულარულად. სულ. რას გეტყვი იცი? შარავანდები გიჭერს პატარას. ზაფხული მოდის და გეიწერს აცი. მე თუ მკითხავთ, აი ეს ბიჭი უნდა იყოს მამაო, ის კი არა. სანამ შემდეგ ანეკდოტს შემოგთავაზებდეთ, ერთი მეც მინდა მოგიყვეთ ახალგაზრდა ყმაწვილი ქათინაურებს ეუბნება გოგოს. იცით ძალიან მომეწონეთ აი ლამაზი ხართ, მოხდენილი, სიმპათიური, კარგი აღნაგობა გაქვთ. ეს გოგოც ეკითხება, ჩემთან სექსი გინდათ? ვაიმე, ჭკვიანიც ყოფილ ხართ. მოდით ვნახოთ შემდეგ. კაროჩე, როდის მიდიხართ იქ? ბიჭო, რა ვიცი, ფულს რა ვარციბას ვიზამ, ეგრევე კაროჩე. რა, მეც ვაპირებ ჩამოსვლას კაროჩე და თელი. რა მაგარი ბოშია სი. ებია ბოშია თქვა, მეტი ხო არ მითქვია. აშო, ბიჭო რა. დამიარე ვარე. ბარო ბიჭები. დარო. დიფერი. ხო. ბიჭო, ჭიჭიკიან სოლი მეიყვანა. მართლა ბიჭო? აუ, ჩერე. შემოგვითვალა მოდით. ყველაფერში დახმარება ჭირდება რა ჭირს მაგ გაჭირებულ. აბა, რა ჭირდა? კაროჩე თუ არ მიეგვარე ისე ვერაფერს ვერ აკეთე. გამიწერა არაფერი არ მინახია ჩემი.
აბა რა, კაცო. მაგ დროს უნდა ოუდგე ადამიანს თუ დაუდგე გვერდით. შემდეგ ნახოთ. უშენი დედაკი შენი მიხო მაგაირო დედა რა ხავსა შენ ხო ყავს შენი დედაკი მე უკეთები ხარ აი რა გინდა თვითონ ითხოვს რა მოკლედ ითხოვს რა შემდეგი ვნახოთ შეგალოსილო ქვევიდან დაიწყე მუშაობა გეუნებდა შაგინა მამა აქ მაინც დამაყენე კაცო მიხედე შესაძლეს მაგრამ გასწავლი და არ გინდა თუ არ გინდა იყავი მასე არაფერი არ ეყურება დაფერღარ ბიჭო რა შოვი? რა ვიცი ბიჭო რა სვიზა? რა ხდება ხალი? რა და გუში ლამარიე გაუპატიურებას გადავარჩინე. დაფერ? დაფერდა და ვიყოლიე. აძმაო კაცი. უეჭველად მომავალი პოლიტიკოსია. ხალხსაც ასე მარტივად დაიყოლებს. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ კიდევ ერთი მინდა მოგიყვათ ცოლი აღვიძებს ქმარს. გელა ადექი სამსახურში გაგვიანდება. გელა სამსახურში გაგვიანდება ადექი. გელა მთლიანად ადექი, კაცო ეგრე კი არა. მოდით ნახოთ მეორე ადგილი. იმე უფ აბა რა საკეთებ? კაცო, ეგ ფიცარი აქეთ გადმაიტანე, მოწი, აქეთ მოწი, ამ ხელა ღრიჭო ვერ ახედავ. კაცო, ეს ფიცარი ბოლომდე გააწიე იქით, გადაიტანე და აქეთ კიდე იქეთ მეორე ფიცარი როა ისე მიაჭედი აქა. ეგარა კაცო, ეგარა, მეორე გადმაიტანე. აიგა, კაია. რას აკეთებ კაცო, რას? გადმაიტანე ეს ფიცარი აქეთ და ეს წვრილი დააყენე იქეთ. კაცო, რანაირად ხარჯობ, რანაირად გამაგებინე. გაასწორე ეს ფიცარი ასე ჩაწიე ლამაზად და ეს აქეთ ჩამოსწიერო. კარგად იყოს და კარგი, კარგი. მეშინაც ეგრე მეუბნეოდი, აქედანაო, იქიდანაო, შეახედე ჩვენ ბავშვსა, როგორი დაღრეცილი გამოგვივიდა. ისე მთლად მაგის ბრალი არ იქნება, ასე დაღრეცილი რო გამოვიდა. უეჭველი ვიცი. ახლა კი პირველი ადგილის ჯერი დადგა ეთერში. გუგული, რა შოვე ბიჭო? მევიდა უკვე დეპუტატი. ოი, შენ არ მოი, ბიჭო, კატამდე კაცი ბიჭო. აბა, რა ხდება? რა ხდება? სადამძარ, ოი, ხალო შენ, ოი. აგერ ვარ, მევიდა უკვე. მევიდა, აბა რა. გაშალო? ხო, გაშალო. მეწყოთ ახლა ბიჭო. აბა თქვენი იცით ბიჭო, ახლა არ მაგჭა თავი ბიჭო. ბიჭო, მოდი. ბიჭო. მევიდა ბიჭო. Giovanni, Giovanni.
მოგესალმებით მეგობრებო. გაიცალით ხალხო, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი ოთარ ნოდარიჩი. სასიამოვნოა. მეგობრებო, დიდად მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის დღეს და მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი საარჩევნო კამპანიის გეგმა. თუ როგორი იქნება ჩემი არჩევის შემთხვევაში. პირველი, იაფი ფული მეგობრებო. იაფი ფული. მეორე, 100 ქარხანა მეგობრებო. ნოდარიჩი 105 ჩამიისვა. დამავიწყდა ბიჭი, 105 ქარხანა მეგობრებო. უფასო ჯანდაცვა. უფასო ჯანდაცვა მეგობრებო. და სხვათა შორის ჩემი არჩევის შემთხვევაში რა გინდათ 50 დოლარს დაგირიგებთ ყველას. მადლობა ხაიხარეთ. მეიცა ძამა მეიცა მადივცემულო დიახ. ბარდელში თუ დადიხარ ნოდარიჩი თუ რამე გერვარ და ბიძინიჩ. მანქანაში დამელოდე. რა თქმა უნდა დავდივარ. მერე რამდენ სიხდი ერთ კალში $100 ვიხდი საათში. ხოდა პატივცემულო დიახ. შენ $100 სიხდი ერთ საათში ხოდა აკანა $50 გინდა 4 წელი გვიხმარო მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ჩვენი ერთგული მაყურებელი ხართ რა თქმა უნდა მადლობა ჩვენს მეგობრებს რომ ასეთი საინტერესო გადაცემა მოგვიმზადეს ერთმანეთს მომავალ კვირაში ისევ ამ არხზე ისევ ამ დროს შევხვდებით და ამას თუ მეორე თვალი არ გავუდგეთ